სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები, რომელიც ჩაწერილი იქნება 1991 წლის 1 იანვარს. შემდეგი კითხვა ესეთია: ყველა დემონი ყოფილი ან დაცემული ანგელოზია? და ჯონი პასუხობს: კარგით, ნება მომეცით, მოგცეთ პატარა დიაგრამა. შეხედეთ ამას. და მე დაგიხაზავთ ხაზს და შექმნით პატარა დიაგრამას. ნახეთ, აი ამ ხაზზე არიან ანგელოზები. ეხლა გაყავით ეს ხაზი და არის ორი სახის ანგელოზები. ზევით ჩვენ დავტოვებთ წმინდა ანგელოზებს და დაბლა ჩვენ დავტოვებთ დაცემულ ანგელოზებს. ასე რომ ჩვენ გვყავს წმინდა ანგელოზები და დაცემული ანგელოზები. დაცემული ანგელოზებიდან არის ორი სახეობა: თავისუფალი და შეკრული. თავისუფალი არიან ისინი, რომლებიც დედამიწაზე დაწრძიან. და შეკრულებში ორგვარია ეს კიდევ იყოფა: სამუდამოდ მარადიულად შეკრულები, რომლებიც არ იქნებიან განთავისუფლებული. გახსოვთ, ეს არის იუდა და მეორე პეტრეს წერილი. მარადიულად შებოჭილი ჯაჭვებით. და არიან დროებითად შეკრულები, რომლებიც გაიხსნებიან და გამოდიან გამოცხადების მეცხრე თავის მიხედვით. და მე მჯერა, რომ ესენი არიან სწორად ის კალიები, რომელიც აღწერილია იქ, რომლებიც გამოდიან ორმოდან დიდი ურვის, ანუ დიდი გასაჭირის შუაგულში. მაგრამ ყველა დემონი ამ ანგელოზურ სქემაზეა მოთავსებული, ასე რომ ყველა დემონი დაცემული ანგელოზია. და მამაკაცი კითხულობს: სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველა დემონი ერთ დროს ანგელოზი იყო? დიახ, ასეა, პასუხობს ჯონი. ისინი ყველანი ადრე წმინდა ანგელოზები იყვნენ, ყველანი აბსოლუტურად. და ყველა ერთდროულად დაეცა. ისინი ყველა ერთსა და იმ მომენტში ჩამოგდებული იქნენ. იყო მხოლოდ ერთი დაცემა. ეს მოხდა მარადისობის ერთ წამში და ყველაფერი დასრულდა. და ყველა ანგელოზთა 1/13, გახსოვთ გამოცხადების მე-12 თავის თანახმად, ნათქვამია, როცა დიდი დრაკონი, ანუ დიდი გველეშაპი სატანა დაეცა, მან წამოიღო ვარსკვლავების მე-13. ასე რომ არსებობს 2/13 წმინდა ანგელოზებისა და 1/13 დაცემული ანგელოზებისა. და როდესაც ომი ხდება ამ ორ შორის, გამოცხადების მე-12 თავში, გასაჭირში წმინდა ანგელოზები იმარჯვებენ და მაიკლ, მიქაელ, თამარ ანგელოზი მისი წმინდა ანგელოზებით იმარჯვებს დაცემულ ანგელოზებს და მიწაზე გადმოაგდებენ მათ. ასე რომ თქვენ გააქვთ მაგ დროს უკვე თავისუფალი დემონები დედამიწაზე, რომლებიც იყვნენ, თქვენ გააქვთ დროებით შეკრულები, კალიები, რომლებსაც გამოუშვებენ და მერე ისინიც, ვინც ციდან იქნა გადმოყრილი. ასე რომ კოსმოსიდან გადმოყრილი ყველა ესენი ერთად ქმნიან საჩინელ დიდ გასაჭირს და ყველანი ერთდროულად დაწრძიან დედამიწაზე. და შემაკავებელი სულიწმიდა უკან იხევს და ანელებს მოქმედებას. და მთელი ჯოჯოხეთი უკვე მერე იშლება, გახსოვთ, ეს უკვე ბეჭდების, თასებით და საყვირების სახით. და ყველანი ამაში იღებენ მონაწილეობას ეს დაცემული ანგელოზები. კარგით? გმადლობთ.